დიდი მადლობა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლის შესახებ კი ამბობთ სტუმართან ერთად. სკოლის ხელმძღვანელი ნონა მახათაძე გუნდის წევრებთან ერთად გვეწვია. დილამშვიდობისა, რომ მოვბრძანდეთ. დილამშვიდობისა, მადლობა შესანიშნავის შესრულებისთვის. რა შეგვისრულეთ პირველ რიგში რომ გვიტყვათ რომელი საგალობელი და ნეტარას კაცი, მწუხრის საგალობელი და გელათის სკოლა. რაც შეეხება სამრევლო სკოლას, ვის აქვს შესაძლებლობა სამრევლო სკოლის ამ შესანიშნავი ადამიანების გვერდით დაიკავოს ადგილი? დიახ, გითხარით დეტალები. დეტალებს მოგახსენებთ. ჩვენი სკოლა გახლავთ პირველი სამრევლო სკოლა საქართველოში, რომელიც მისი უწმიდესობის მკურთხევით გაიხსნა 1999 წელს. ხელმძღვანელად დაინიშნა ლია სალაყაია და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა სკოლას. თავიდან მხოლოდ გალობა ისწავლებოდა სკოლაში და შემდეგ თანდათან დაემატა სხვადასხვა საგნები. ძალიან დიდი მადლიერებით მისი უწმიდესობის მიმართ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა წრე სკოლაში არის უფასო. და მრევლს შესაძლებლობა აქვს სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლონ სხვადასხვა საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა საგნებს. მცირე ასაკის მოსწავლებისთვის ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, გალობის და ხალხური სიმღერის წრე. ასევე ხატვის, ხელოვნებათმცოდნეობის, ხალხური საკრავების, უცხოენა ინგლისური, კალიგრაფია, გვაქვს არაჩვეულებრივი ლექცია საქართველოს ისტორიაზე, პოეზიასა და ლიტერატურაზე, უკვე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის გალობის და ხალხური სიმღერის გარდა ვასწავლით ხეზეჭრას, ხატწერას, ქალბატონებისთვის ხელსაქმეს, წელს დავამატეთ მოზაიკა. მაგრამ გარდა აი ამ წრების შესწავლისა ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. ჩვენი უმცროსი ასაკის მგალობელთა გუნდი თანამშრომლობს და მეგობრობს არაკომერციულ ორგანიზაცია ჰეისთან, სადაც სწავლობენ სმენის დარღვევის მქონე მოზარდები. ჩვენ და მათ აქვთ ესეთი პროექტი ბავშვებისთვის და ჩვენი ჯგუფი აქტიურად არის ამ პროექტში ჩართული. ჩვენ მათ რამოდენიმეჯერ ვესტუმრეთ. პირველი სტუმრობა დაემთხვა საღდგომო დღეებს და ჩვენმა მოსწავლეებმა ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით მოამზადეს პრეზენტაცია ფიროსმანზე და ჰეის ბავშვებს გააცნეს ფიროსმანის ნახატები. შემდეგ მორიგ სტუმრობაზე უკვე ახალი წლის დღეები იყო და ბავშვებმა ერთობლივად გააკეთეს საახალწლო მისალოცი ბარათები, ნაზვის ხის ათამაშოები.
ჩვენმა მოსწავლეებმა ისწავლეს სიმღერა ფიფქებოდა ახალი წლის მიულოცვა ჟესტურ ენაზე და ესე მიულოცეთ მათ ახალი წელი. უკვე მოზარდები, სტუდენტური ასაკის მგალობლები ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებში. ვართ 2022 წლის ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულები ნომინაციაში ქართული საეკლესიო მგალობის საუკეთესო გუნდი. მე ასაკიდან აქვს შესაძლებლობა 3 წლიდან ვიღებთ ჩვენ მოსწავლეებს. განსაკუთრებული მონაცემი უნდა გქონდეს თუ არა, ყველას ვიღებთ სამრევლო სკოლა მაგიტომაც ქვია, რომ იმ რეელს შესაძლოა. ქალბატონილიაც ესე აკეთებს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაგრძელებთ ზუსტად ისე. სამრევლო სკოლის ისტორია გაიხსენეთ და 99 წელს დაფუძნდა, ხო? გვახსოვს ყველას ეს რა პერიოდია, ის პერიოდია, როდესაც ხდება ეროვნული და სულიერი გამოგვიძება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პატრიოტის ძალიან დიდი ღვაწლით. რა საკვირველია. ქალბატონი ლია სალაყაიას ძალიან დიდი ღვაწლი ასევე ქართული გალობის წინაშე და დედა ეკლესიის წინაშე. თქვენ როდიდან შეუერთდით? ლია მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ უკვე უწმინდესმა ჩამაბარა სკოლა და ესე ერთობლივად ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ ის გზა, რაც ლია მასწავლებელმა ესე მოიყვანა აქამდე. 36 წელია ჩვენი სკოლა, ჩვენ სკოლას არ შეუწყვეტია მუშაობა. დიახ. თქვენ ძალიან ბევრი მიმართულება ჩამოთვალეთ. რასაც ეუფლებიან თქვენთან მოსული ბავშვები, მოზარდები და პედაგოგები ვინ არიან, ესეც საინტერესოა. ვინ ასწავლის ამ ყველაფერს, რაზეც ისაუბრეთ. დიახ, მოგახსენებთ, ყავს მაღალი დონის პროფესიონალი პედაგოგები ყველა წრეში. აი ერთი რო გამოვყო, ან ორი ჩვენ ახლა საეთეროდ რო არ მოგცემს მაგის საშუალებას, რომ ყველა ჩამოვთვალო, თუმცა მინდა ახლა ჯგუფზე მცირეწლოვან ბავშვებზე, რომელზეც საუბრობდი, ბრწყინვალე პედაგოგი უდგას ამ ჯგუფს სათავეში. ეს გახლავთ ჟანა ივანა გოგინავა, ასევე მინდა ვახსენო ხეზეჭრის პედაგოგი ოლივერ შოლიძე, რომელიც საოცრებებს ქმნის აი ამ ხეზეჭრის ხელოვნებაში თავის მოსწავლეებთან ერთად. ოლივერი წლის ბოლოს თავისი მოსწავლეების ნამუშევრებს გადასცემს სკოლას, ეს გახლავთ კედლის ჯვრები ორნამენტირებული და ჩვენ სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში ვარიგებთ საჩუქრას სამრევლო სკოლის სახელით. და წლიდან წლამდე როგორია დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან? მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი და ეს განპირობებული არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში სწავლა არის უფასო, არამედ ყველა საგანში აი პროფესიონალი პედაგოგები ყავს და სწავლის დონე არის ძალიან მაღალი. ეს არის უმთავრესი ფაქტორი ალბათ, ხო, რატომაც ინდომებენ ახალგაზრდები პედაგოგები. კი, ძალიან აი ყველა პედაგოგს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ თავდადებისთვის, იმ შრომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც ისინი ავლენენ საქართველოს ეკლესიის მრევლის თუ თავიანთი საქმის მიმართ და შედეგიც გვაქვს. ეხა წელს კრიტერის საგალობო კანონზე ვიდექით 100-მდე ქალბატონი და ბავშვი. მოსალოცად როცა მივდივართ ხოლმე ესეთი ლუცვითი გასვლები გვაქვს რეგიონებში. ეხლა გეგმავთ და უკვე 200-ს გადავაჭარბეთ. და ეს სამყაროში, როდესაც ყველაფერი მარკეტინგზე და კომერციაზეა დაფუძნებული და უფასოა ეს ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს არის მართლა საოცრება, რომელსაც აკეთებთ ჩვენი უწმინდეს და ჩვენი ეკლესია. ეს არის ჩვენი პატრიარქის ზრუნვა და სიყვარულის გამოვლინება ჩვენს ხალხზე, ჩვენს მრევლზე და საქართველოზე. და ჩვენ ყველანი ვმადლობთ მას ამ და სხვა უამრავი სიკეთისთვის, რაც მას მიუძღვის საქართველოს. მიღება როდიდან ხდება, როგორ ხდება? 3 წლიდან თქვენ აღნიშნეთ ამ ასაკით, მაგრამ აი რა პერიოდში მოგახსენებთ, ჩვენ უკვე რამოდენიმე თვეში წლევანდელ სასწავლო წელს დავასრულებთ და მომდევნო სასწავლო წლიდან ეს არის 14 სექტემბერი, ჩვენ კვლავ გამოვაცხადებთ ახალი მოსწავლეების მიღებას და ველოდებით ყველა მსურველს. და ზედაზღვარი ასაკობრივი არ არის შეზღუდული, არ არის. მაგალითად მე რომ მომინდეს მე შემიძლია. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აი სამომავლო გეგმებზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ. გეგმები გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის ძირითადი გეგმა, სურვილი, მიზანი, ისევე როგორც ჩვენი სკოლის ტიპის სხვა სკოლების, ეს გახლავთ სალოტბარო, საკვირაო თუ სამრევლო სკოლა. მიზანი არის ერთი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი იმ დიდ საუნჯეზე, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, გულისხმობს საეკლესიო სამხმიან გალობასა და ხალხურ სიმღერას და რა თქმა უნდა საეკლესიო ხელოვნების სხვა დარგებს, რის შესაძლებლობასაც ჩვენი სკოლა იძლევა ნამდვილად მაღალ დონეზე და ველით ყველას დაინტერესებულ მსურველს დიდი სიყვარულით და სიხარულით. და კიდევ ერთ მუსიკალურ ნომერს შეგვისრულებთ, რა შეგვისრულებთ რომ გურულ საქო ჩონგურო სიმღერას დილა. და შემადგენლობა შეიცვალა, ახლა რომ ვიყურე. ეს შემადგენლობაც რაც თავიდან ვიყავით, ისიც მცირე ნაწილი არის ჩვენი გუნდის. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა.
სისასხივით